მოგესალმებით მეგობრებო, გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები ისევ მამის და ძის პიროვნებების შესახებ. დღეს ისევ ჩემს მეგობარ, ჩემს ძმა ლონგინოსთან ერთად ჩავწერ ამ საჭიროებო საკითხებს. და გვინდა დავიწყოთ იოანეს მეხუთე თავის მე-18 მუხლია, ხო? ხო, მე-18 მუხლის შესახებ. კონკრეტულად ეთანხმებოდა თუ არა იესო იუდეველთა ბრალდებას და რამდენად მართლები იყვნენ იუდეველები, როდესაც იესოზე ამბობდნენ რომ შაბათს არ ღვევდაო და თავის თავს მამას უტოლებდაო. ეხლა მე წავიკითხავ ამ მუხლს როგორ არის და შემდგომ ლონგინოსაც მოვუსმინოთ. იოანეს 5:18-ის მუხლი რომ მოყავთ იესოს უზენაესობის დასამტკიცებლად, არც ეგაა მყარი არგუმენტი, რადგან ეგ იყო ბრალდება. იუდეველები ფიქრობდნენ მასე, ანუ ისინი ფიქრობდნენ, იმათი აზრი იყო ესეთი, რომ ვითომ იესო თავს ღმერთად იხდიდა. ანუ ადეში 4 თავში ესე წერია ეს. მამად თვისა იჩემებდა ღმერთსა და თავსა თვისა ასწორობდა ღმერთსაო. და არა მარტო შაბათს არ ღვევდაო, არამედ ღმერთსაც უსწორებდაო საკუთარ თავსო. რადგანაც იძახდა რომ მამას უწოდებდა ღმერთსაო. და რა პრობლემა იყო იესო ამაში იესო რომ ღმერთს უზენაეს მამას უწოდებდა, მე არ მესმის. არადა ამის საპასუხოდ იესო იძახდა იგივე მუხში მე-19 მუხში რომ ძეს თავისთავად არაფრის გაკეთება არ შეუძლია თუ არ იხილავს მამის საქმესო. ანუ იესო თავს უტოლებდა მამას, ხო? ამათი ლოგიკით. და თან ღმერთს მამას უწოდებდა? ანუ ღმერთს უზენაესად მამად აღიარებდა უზენაეს? ეს ხო ალოგიკურია. და კიდე მოვიყვან ერთ არგუმენტს, ძლიერ არგუმენტს. ზეცაშიც კი მამასთან როცა იყო 90 ფსალმში. ხო დაწერილია უზენაესის საფარქვეში დამკვიდრებული ყოვლის შემდის ჩდილქვეს ისვენებსო. ვინ ის ისვენებს? ვინ ისვენებს თავის მეორე თავი ისევ ისვენებს საკუთარი თავის თავში? ან კიდევ იქვე მე-9 მუხლში რო ამბობს დავითი იესოზე რო ამბობს იესოს რო ეუბნება შენს თავშესაფრად აირჩიე უზენაესიო. ვის ეუბნება მაგას 90 ფსალმში იქვე მე-9 მუხლში. ან ეშმაკი უდაბნოში რომ ეუბნება შენზე დაწერილიაო იახვეო თავის ანგელოზებს უბრძანებსო. ეს ხო ებრაული სახელია იახვე. ფსალმუნებშიც არის მრავალჯერ მოხსენებული. იახვე თავის ანგელოზებს უბრძანებსო. დაგიცვან რომ ქვას ფეხი არ წამოკრავ. ესეც 90 ფსალმუნდა ციტირებს. თან შენს გამო იქ ყურადღება გამახვილებულია რომ იესოზე იყო მათ კონკრეტულად ეს მუხლი და არა სხვა პიროვნებაზე ან დავითზე. და ეხლა ჩდება კითხვა, უზენაეს ჭირდებოდა ვინმესგან რამის დაცვა ან ანგელოზების გამოგზავნა უზენაესისგან? თუ იესო უზენაესია, მაშინ რატომ ეუბნება მოწაფეებს თუ არ წავალ მამასთან? და არ თხოვ ისი არ მოვა თქვენზე სულიწმინდაო. ნახეთ იოანეს ახალების 14:16 და 16:7. აუცილებლად უნდა წასულიყო იესო მამასთან ზესაში, რომ იქიდან სულიწმინდა მოსულიყო. თავისი ძალებით მას არ შეეძლო მიეცა სულიწმინდა მოციქულებისთვის. სიცოცხლის პერიოდში და კრიტალგომის შემდეგაც, თუ მამასთან არ წავიდოდა და არ სთხოვდა მამას. და კიდე რამდენი მაგალითი ასეთი ჩამოწერილი მაქვს ყველა დაახლოებით 95 კითხვა მაქვს. როდესაც ზეცი და ხმა გაისმა, თავის თავს დაპირდა განვადიდებო? თუ კი ის თვითონ იყო ამოდრო დედამიწაზე? რატო ვაქცევთ მამასა და ძესაც მათყუარად? თუ ის საკუთარ თავს დაპირდა, ესე იგი მამას თვითონ ყოფილა ზეციდან, ვინც ელაპარაკებდა საკუთარი თავის ძეს, ანუ თავის თავს. ან იესო როგორ უტულებდა თავს მამას, როცა იძახის რომ ის ვინც მამამ წმინდაყო და ქვეყნად მოავლინაო, ანუ წმინდაყო, ანუ ცხებულყო, გაწმინდა მამამ ზეცაში და მოავლინა ტუტისოფელში. მასზე ამბობთ რომ ღმერთს გმოოფო, რადგან მე ვთქვი რომ ღმერთის ზევა, რომ იოანეს 10:26 ამ ბრალდების საპირისპიროდ იესო რას ამბობს, მაგას ვიძახი რა. ანუ ვინ ხო წმინდად მამამ საკუთარი თავის მეორე პირი? ანუ საკუთარ თავს ხო? აი ამით დავასრულებ მე ჩემს მოკლე კომენტარს და ლონგინოს აბა შენც მოგისმენთ. რა აზრის ხარ ამ მუხთან დაკავშირებით? ყველას ვინც ჩვენი მსმენელები არიან, აქ არგუმენტი რომ მოიყვანე იოანეს 5:18-ში არანაირად იესო ქრისტე თავის თავს უზენაესად ამ მუხლში არ გამოყავს თავისი თავი უზენაესად. იმიტომ რომ აქ მოყოლებული აქვს მას რომ მამას უწოდებს, თუ მამას უწოდებს ძე, როგორ გამოდის მაშინ უზენაესი ძე? ხო ვერ გამოვა ვერანაირად. ამ მუხლში აგერ როგორც არის წავიკითხავ თანამედროვე თარგმანში. ამის გამო იუდეველები უფრო მეტად ცდილობდნენ იესოს მოკვლას, რადგან ის არა მარტო შაბათს არ ღვევდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამას უწოდებდა. საკუთარ მამას უწოდებდა ღმერთს, თვითონ თავის თავს ხო არ უწოდებდა, მაგი უზენაეს.
ბოდიში ლონგინოს, ანუ იესო ქრისტეზე ბრალდება იყო, რომ შაბათს არ ღვევდა. სინამდვილეში ამ ბრალდებას ეთანხმებოდა იესო ქრისტე? ანუ თუ იუდეველები მართლები იყვნენ ყველაფერში, მაშინ მაგაშიც მართლები უნდა ყოფილიყვნენ. და რასაობს იესო ამ ბრალდების შესახებ? არ ღვევდა შაბათს თუ არა ის? თვლიდა თუ არა რომ შაბათს არ ღვევდა? როგორ არ აღგვდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თვითონ იყო მაგი შაბათის უფალიცო. უფალიც. და მარკოს სახარებაში ამბობს ხო 2:27-28-ში რომ შაბათი კაცისათვის შეიქმნაო და არა კაცი შაბათისათვის, ასე რომ ძე კაცისა შაბათის უფალიც არისო და მოყავს კიდე ისა თუ სწორად მახსოვს დავითიო შევიდა იერუსალიმის ტაძარში და საჭინაშეო პური შეჭა, მამით ხო შაბათი დაირღვა, მაგრამ ეპატია. ასე რომ მღვდლები შაბათს არ ღვევენ, ჩუჩას რო წინა დაწვეთავენ. მაგრამ ეპატიებად, ანუ კონკრეტულად რიტუალში არ არის შაბათის აღსრულება, არამედ სიტყვის მოსმენაში, ხო? აი ამასთან დაკავშირებით რა აზრის ხარ? ესე იგი თუ იუდეველები ბრალდებდნენ რომ შაბათს არ ღვევდა და მართლები იყვნენ, მაშინ ამაშიც მართლები იყვნენ, იმიტომ რომ მართლა არ ღვევდა, მაგრამ იესო ამ ბრალდებას ხო არ ეთანხმებოდა. ანალოგიურად უნდა ვიფიქროთ იმ ღმერთის ტოლობაზეც. სამბავიც არ არის, აქ იესო მამას უწოდებს თავის ღმერთს და თვითონ არაყენებს თავის თავს უზენაესად. ამ მუხლში 5:18-ში. და იგივე ბრალდებაზეც 10:34-შიც იგივე პასუხობს, ხო? შეგიძლია წაიკითხო. იოანეს 10:34. 10:35-ში, არა? კი, გონი ეგ მოხლია, კი. 34. არ ეს მეათე თავის 34. ნუ თუ მათ ვინც მამა განწმინდა ქვეყნიერებაზე და ამოგზავნა ეუბნები კრეხელობო, რადგან თქვი ღვთის ძე ვარ მეთქი. აქაც ღვთის ძე ამოყავს თავისი თავი მას და არა უზენაესი. და მაგის წინა მუხში 34 მუხში, აი ზევით, მაგის მუხლის უკან. იუდეველები ბრალდებდნენ და იქ ბრალდება ზოგადად რაზე იყო? განათქმის კანონში არ წერია? მე ვთქვი, თქვენ ახართ ღმერთები. ეს ღმერთები ეწოდება ბევრ ქმნილებებს, ხო? ისეთ იმას, რა ქვია მაგას ბიბლიაში როგორც სატანას უწოდებენ ღმერთებს, ადამიანსაც უწოდებენ ღმერთებს. აი ეს ღმერთი წოდებაა და არა უზენაესობა. კი, ანუ პავლეც სხვადასტურებს 1 კორინთელების 8:5-6-ში, რომ თუმცა მრავალი ღმერთები და მრავალი უფალია ცასა და მიწაზეო, მაგრამ ჩვენ ერთი მამა ღმერთი ყავს, უზენაესიო რა. ასევე კორინთელების 12 თავში არის, რომ ყველა შემოქმედი არის ერთი უზენაესი სულების უფალი. ის არის ერთი, ყოველივეს მოქმედი ყველაში და ყოველივეში დამკვიდრებული. ასევე გამოცხადების ზოგიერთებს ჩემო ძმაო რო შევხედე გადაგებს მე და მამა ერთნი ვართ. ასეთი მუხლიც არის და ამასაც ამახვილებენ ყურადღებას ბევრი. აი იოანეს 10:30-ია ეს, მაგრამ რაში არიან ერთი? ამას განმარტავს მე იოანეს 17:11, 17:21 და 17:22. ასევე განმარტავს იქაც, როდესაც ამბობს. არის გამოხატული აზრის ერთობა. თუმცა 10:30-ში წინა მუხლები 22-23-ში მითითებული არის, რომ მამა ჩემზე უდიდესია, ანუ უმეტესიაო და თუ ისინი ერთი არიან და ამოდროულად იდენტურები არ არიან, მაშინ ვიღაცაზე დიდია და თუ დიდია, ვერანაირად ვერ იქნებიან ტოლები. რა გაგებით არიან ტოლები? ასე რომ თუ იესო ქრისტე შაბათს არ ღვევდა და იუდეველები მართლები იყვნენ, რომ ბრალდებდნენ, რომ არ იყო ეს ბრალდება, ხო? ანუ ეს ბრალდება მართალი იყო, რომ იესო თავს უტოლებდა ღმერთს. მაშინ იუდეველები უნდა გავამართოთ იმაში, რომ იესო ქრისტე შაბათსაც არ ღვევდა. ესე იგი იესო ქრისტე გვატყუებდა. ატყუა რა გამოდის? არ ღვევდა და სინამდვილეში დამღები გამოვიდა. ასევე მინდა რომ გამოცხადების 1:5-ზე მინდა თქვა, რომ აი მოწმე რო წერია, ანუ ჭეშმარიტი მოწმე, ანუ კვეთით ამგარი ზეცად შემაღლებული, განდიდებული ღმერთი, ხო? უკვე იძახის, რომ ის არის მოწმე. ჭეშმარიტი მოწმე უზენაესის. როგორ შეიძლება ეწოდოს მოწმე მას, ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ამოწმებს? მოწმე აუცილებლად უნდა იყოს ორი პიროვნება. ერთი, რომელიც მეორეს მიმართ ამოწმებს. მოწმე როგორ უნდა იყოს ვინმეს თუ კი შენ თვითონ ხარ, ვიზეც ამოწმებ? ხშირ შემთხვევაში იესო ხომ იგავებით ესაუბრებოდა ხალხს, მაგრამ განუმარტავდა მის მოწაფეებს და გაუჭირდებოდა იესოს მაგის განმარტება მის მოწაფეებისთვის და ჩაეწერათ
რომ მამა, ძე და სულიწმინდა იყოს სამივე ერთი ღმერთი, ერთი დონის ძალის მფლობელი, ამას პირდაპირ ეთყოდა მის მოწაფეებს ეს რომ ასე ყოფილიყო. მაგრამ ასეთი რამ არსად არავის არ უთქვია არასოდეს, რომ მამა, ძე და სულიწმინდა ერთი ძალის მფლობელი და ერთი ღმერთი იყო. რო ერთდროულად არსებობდნენ. მე დავამატებ კიდე იოანეს 8:54-ში იესო თვითონ ყოფილიყო უზენაესი ღმერთი. ხომ არ ეთყოდა მამა ჩემი განმადიდებს მეო, ვიზეს თქვენ ამბობთ რომ ჩვენი ღმერთი არისო. რა გამოდის? ებრაელების ღმერთი იესოს ღმერთიც იყო? რატო არ უთხრა მე ვარო თქვენი ღმერთი, ვისაც თქვენ მამას ეძახით? გაუჭირდებოდა ამის თქმა იესოს? გაუჭირდებოდა ან რა იყო ეს დასამალი რომ მას ეს ეთქვა. ან როგორ შეიძლება ხო, როგორ შეიძლება მაგალითად ძე გეწოდოს თუ გაჩენილი არ ახარ, ხო? როგორ შეიძლება ძე გეწოდოს თუ გაჩენილი არ ახარ? რა თქმა უნდა. არ არსებობს ეგეთი ლოგიკა რა. წინააღმდეგობას ებრაელები მაიწებდნენ და რატომ დაუმალავდა ის მასე რო ყოფილიყო. კი, მაშინ აღარ მოიყვანდა ფსამუნები და ღმერთები ხარ თუ აღარც იმას მოიყვანდა რომ ძეს თავისთავად არაფრის გაკეთება არ შეუძლია თუ არ იხილავს მამის საქმესო, თუ მამა და ძე ცალ-ცალკე არ ქმნიან. ხო? მაშინ უკვე გაჩენის, უკვე შექმნის როგორ უჩვენებს ძეს? ესე იგი ძეს ჭირდება მამის საქმეების ჩვენება და როგორც ადამიანს კი არ უჩვენებს კაცო. როგორც ადამიანს როგორ უნდა ექცია ეს ქვები პურებად? ან როგორც ადამიანი უზენაესის ძე როგორ უნდა ყოფილიყო? რა თქმა უნდა, მან უზენაესის ძე შეეძლო ის ქვები პურებადაც ექცია და ყოვლის მართველი კაცზე, რომელიც ჩამოვიდა ზეციდან, იქ კი არ დარჩა. ათასი სისულელეებით კიდე. მოკლედ დავასრულოთ, ლოგინოს 10 წუთში გინდა ჩაგვეტია და ბოლო სიტყვაც წავიკითხავ ეხლა და ამით დავასრულოთ, გვაქვს პატარა დრო. კი ბატონო. ეს პირველი იოანეს წერილის მეორე თავის პირველი და მეორე მუხლი მინდა წავიკითხო აქ დააროს დასრულებს იესო ქრისტე როგორ არის წარმოდგენილი სინამდვილეში ერთი წამი და ეხლავე პირველი და მეორე მუხლი. შემოშვილებო, ამას იმიტომ ვწერთ, რომ სოდვა არ ჩაიდინოთ, მაგრამ თუ ვინმე მაინც შეცდოდავთ, ყავთ დამხმარე მამასთან, მართალი იესო ქრისტე. ის შერიგების მსხვერპლია ჩვენი ცოდვებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვებისთვის. იმყოფილა იესო ქრისტე, შუამავალი მამასა და ადამიანს შორის. კი ბატონო, მუხლები ამას 109 სამლუშიც დაწერილია, ხო, რომ განთიადის აშოდანვე ქშობეშენ ვითარცა ცვარი და შენ ხარ გვდელი უკუნისავდე მელქისედეკის წესით. ეს როდის იყო უზენაესი მღვდელმთავარი ხდებოდა? ან შუამავალი. მელქისედეკის რომ იესო ქრისტე არის დანიშნული მამაზე ციერისგან ჩვენს მღვდელმთავრად ეს წერილები ებრაელების მიმართ მეხუთე თავში, მეოთხე თავში, მეათე, მეცხრე, მეთერთმეტე თავში ყველგან არის ნახსენები. კი, ასევე იესო რო იძახის, ხო? ნუ მამა ღმერთი რო იძახის, შვილი პატივსაცემს მამას და ყრმა თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? მალაქიას 1:6. აქ იესო კი ალაპარაკობს, აქ საბავოთი უფალი წერია. ღმერთს რომ მიმართავ, ჩემი სახელის შეურაცხმყოფლებო. ერთი სიტყვა დავამატო, რომ მალაქიას 2-ის პირველ და მეორეში მეცმა მამაზე ციერმა იმიტომ დასწევლა მღვდლები, რომლებიც უარყოფდნენ მამის განდიდებას და გადავიდოდნენ სხვა ვიღაცების განდიდებაზე. და ამიტომ მარტო მღვდლები არ არიან ისეთ შემთხვევაში დაწყობილები მამის ციერისგან, არამედ ისინიც, ვინც უარყოფენ მამის განდიდებას. აქტიურად ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან წმინდა წერილში მამის განდიდებას, ისინი უარყოფენ მამას. და ძე გამოყავთ როგორც მამა. ეს არის ძალიან ცუდი. ასევე ესეთი ქმედებები ყველას მოეთხოვება თავის დროს. ებრაელთა წერილის 5:7-ში რო ამბობს, რომ